Verkšvita. Rvai. Vercrvat. Mas რამდენი გინდა? 10 მაინც. 9-ზე დრასი. არა, 10. ჯანი გავარდეს. 10. მე დავჩუნდი და ჩემი ძმის შენს. შენ დაჩუნდი და შენი მაყრიონი და ნაცერთი ორი კაცი დაჩუმელი ვარსაბთან მე მოვაგვარე. ბატონო. მას დაკახე. სპექტაკლში ეპიზოდურ როლებს თავისი დრამატურგია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები რამდენიმე წუთით ჩნდებიან სცენაზე, თითოეულის ისტორია სრულად არის გადმოცემული. რეჟისორი ამ შემთხვევაში ეტაკება რა სირთულეს, ეს არის დრამატურგიის. რომ მან არის ფრაგმენტალური რომანივით არის. ანუ ფრაგმენტალურია დროც სიზმარი არეულია სიუჟეტი, ზოგი იწყება, მე უკან დაბრუნება ხდება, მე ისევ დაბრუნება. ყველა პერსონაჟი, ვისაც შენ კითხულობ იმ ნაწარმოებში, ის თავში ამთავრებს ილია ჭავჭავაძე ამას და ჩვენც ვეცადეთ მაქსიმალურად ეს გაგვიკეთებია. და არ ვიცი რამდენად გამოგვივიდა, მაგრამ ჯერ კიდე განვითარებაშია სპექტაკლი, ის უნდა ჩაჯდეს მესამეჯერ ვითამაშეთ ამ ხოლმე ნაწარმოებია და უამრავი კუთხე აქვს, უამრავი თემა აქვს ერთ თემაში ვერ ჩაჯდები რაღაც როგორც კი აირჩევ ერთ თემას, ნაწარმოები ხდება ბრტყელი ძალიან. ვცდილობ დავამთავრო ყოველთვის პერსონაჟი აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამას სპექტაკლს ეძლევა უფრო ფართო ეპიკურობა, მოდით ესე ვთქვათ, ესეთი სიტყვა, მაგრამ მე ესე მგონია, არ ვიცი, შეიძლება მეშლება, მაგრამ მგონია რომ ეს. სხვა როგორ აბრძანდებით, ჩემო რძალო, ჩემი მაზლი დავითი ხომ კარგად სულებს. კარგად გახლა. შინა ბრძანდება. აბა ამის თანადროს კაცი შინ დადგება მამულისა და მოსავლის პატრონი, ყანაშია. ეს ორი დღეც იქნება. თამაშობ ელისაბედს, ანუ ეს არის მეორე რძალი. მაგრამ პირველად ეს შეერთეს ცოლად და ამან მოაყვანინა, ესე ვთქვათ, მეორე რძალი. ეს უნდა ყოფილიყო ცოტა ისეთი უშნოც, ლამაზი არ უნდა ყოფილიყო ყოველი შემთხვევისათვის. ამათი სიტუაცია არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ ორივეს აქვს, განა არ აქვს, ორივეს კარგად აქვს. შემოსავალიც აქვს, ესე ვთქვათ და მაგრამ ელისაბედი უფრო აკონტროლებს თავის ყველაფერს და დავითსაც, მის მეუღლესაც და ეს დარეჯანს უნდა რომ თითქოს ელისაბედის იმამდე მივიდეს რაღაცნაირად მის დონემდე. იმ გველეშაპზე და კუდიან ვარსკვლავზე კარაბადილი გადუსვლია და უთქვამთ რომ თავად ის შვილებს ყმები ჩამოერთმებათო. ვაი, შენ სულ ვარსაბს. ეგრასკურა, კი მოგახსენეთ ბატონებო. კარგად უნდა მოვიდესრეთ. ის რომა. სხვათა შორის მაშინ რატო თავადაზნაურები იყვნენ მაშინ და კითხვა იცოდნენ, რა თქმა უნდა. ელისაბედმა ყოველი შემთხვევისათვის შეიძლება იცოდა კიდეც კითხვა. ალბათ, არ ვიცი. და ალბათ იმითიც ამაყობდა, რომ შეიძლება მას ცოდნოდა რაღაც, თუმცა ეს მაინც არ იყო ისეთი, რა ქვია, როგორც დარეჯანი უფრო განათლებული ჩანს ამ დროს, ვიდრე ელისაბედი. ამ გადმოსახედიდან და ისედაც ასე იყო ალბათ, მაგრამ მას უნდა რომ გაუტოლდეს დარეჯანს. ყველანაირად ცდილობს მის გატოლებას, ოღონდ თამაშობს, რომ ეს უფრო მეტია ვიდრე დარეჯანი. ამას თამაშობს. მე მხოლოდ ეს უნდა მეთქო, რომ ჩემს ლუარსაც ჯერ ისე არა გასჭირვებია, რომ გლეხობა ჩაიდინოს. გლეხობა ჩაიდინოსო. რას ამბობ, ჩემო რძალო? ვინც მოსავლის რომ შინარადგება განა იმისაგან, რომ გაჭირებულია და გლეხობა ჩაიდინოს. სულაც არა თქვენმა მზე. მუშები იქამკიან და იმას კი როგორ ჩეფერის თავადიშვილის პატიოსნებასა ხელზე ლამაზად ნაგეში მიმინო უზის და ნადირობს. ეს ელისაბედი ყოველთვის ცდილობს, რომ რამენერიდან დაჩაგროს ესენი ან ისეთი რაღაც უთხრას, რომ მაინც
ყველანაირი მას საკეთებს, რა ქვია, საზღვრებს გადადის. ოღონდ ძალიან ისეთნაირად ხუმრობითაც ვითომ არ აინტერესებს ამათი ამბავი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი აინტერესებს ამათი აბსოლუტურად და უხარია, რომ ამათ შვილი არ ყავთ. ეს თავისთავად უკვე იმაზეც მეტყველებს, რომ ამათთან კარგი დამოკიდებულება არ არის. ამ სახში ჩემზე უკეთესი და ჩემზე უფროსი არავინ არ უნდა იყო. მამულებს ჩავიბარე. მამულებს ჩავიბარე. სახმალი უდრავის საქმეს განაცხეს კი აღარ ჩაიბარე. აქ უფრო კარგად ჩანს მათი დამოკიდებულება, რომ ყველაფერი დარჩება ამ რძალს და თავის ძმას. თუმცა ეს არის ლუარსაბის სიზმარი. თორე ეს ელისაბედის ის არ არის, მაგრამ ელისაბედის მაინც ის არის, ქვეტექსტი მაინც ეს არის, რომ ეს უნდა დარჩეს მათ აუცილებლად. და ბოლოს ის ძალიან ისეთი სცენა არის, რომ თან ყველა მღერის უკვე დაისაკუთრეს აქაურობა და ყველანაირად გახარებულები არიან, რომ ლუარსაბი უკვე გაუყენეს იქით იმ გზას და თვითონ პატრონობენ ამ ყველაფერს. ეს ძალიან ძნელი ასაქმელი ადამიანისთვის, რომელსაც ზინავს და ყველაფერს ამას ხედავს და უმოქმედო არის. არც შეუძლია არაფრის გაკეთება და მით უმეტეს, რომ მერი დარეჯანსაც აყვედრის, რომ რატო შენ არ ჩამყევიო საფლავში. მე ის საწყალი ხალი მეწოდებოდა. ელისაბედი და დარეჯანი ჩაის ევროპული ჭურჭლით მიირთმევენ. ლუარსაბი და დარეჯანი გრძელ, თეთრ, სუფრა გადაფარებულ მაგიდასთან სადილობენ. დანა ჩანგალს და ხელსახოთს იყენებენ. ტრაპეზის მონაწილე ყოველთვის არის სასულიერო პირი. ეს სურათი დასავლური ყოფის წესებს მოგვაგონებს. აი ამაში ასაქმეც აი ის თავად აზნაურობა, რაც იდეაში კარს სწორად არის ჩადებული, ქართველს რაც ქონდა, ეგ არის. ესეც იცოდა, იქ ევროპაც არის, იქ ცივილიზაციაც არის, ყველაფერი, ანუ ეს ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და გვაქვს ოღონდ ასე არა ფორმალურად. აი გესმით რას ვამბობ და აი გარჩევს აქ ხალხს, რომელსაც იმის შეგრძნება აქვს, აი ესთეტიკის არ აქვს ამ დროს აი პრაქტიკული არანაირი სხვა უნარი და ჩვევა და რაღაცა სადღაც ჩაფლობილია და აი ჩვენ ასე ვცადეთ სათქმელის თქმა, მე მგონი არ ვიცი რამდენად მოვახერხეთ, მაგრამ რაღაც თქვათ უინტერესო არ უნდა იყოს. ხატვარ ლომგულ მურუსიძის გადაწყვეტით, თათქარიძეების მამული ოდესღაც დიდებული შენობის ნანგრევებითაა წარმოდგენილი. წინ ჩანს ტახტი, ქვევრები, უკან გრძელი მაგიდაა, ბუხარი. სცენოგრაფია ერთდროულად კონკრეტულია და აბსტრაქტულიც, რომელიც რეჟისორს საშუალებას აძლევს შუქის საშუალებით სცენა ლოკალურ სივრცეებად დაყოს. იგი ხან ეკლესიად აქციოს, ხან ქუჩად, ხანაც ქორწილი გაითამაშოს. სცენოგრაფია ჩვენ გადავწყვეტეთ შესანიშნავ ხატვართან ბატონ ლომგულ მურუსიძესთან, რომელიც პირველად ვიმუშავეთ და კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას შემდეგ სპექტაკლზე და შესანიშნავი ნამუშევარია მე ვთვლი. დეკორაცია პერსონაჟებით, რომელიც თავისთავად მთქმელი იქნებოდა რაღაცის. ეს შეიძლება მოძრავი არ ყოფილიყო, მაგრამ აი თავისთავად უკვე როგორც კი შეხედავდი, უკვე უნდა მივხვდარიყავი მომენტალურად რა უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტეთ აი ესეთი სახლია, რომელსაც ჭერი არ აქვს, ჩამონგრეული ჭერია, რომელიც როდესღაც დიდებული იყო, როდესღაც ძალიან სახელოვანი, მდიდარი, გავლენიანი და აი ეხლა ესეთი დაბეჭავებული, გაპარტახებული რაღაცა მიზეზების გამო. პრინციპში მთელი მოქმედება სახლში ხდება, მაგრამ მაინც აი ეს არის
გენიალური მხატვარის თვისება, როცა გაძლევს საშუალებას, რომ რაღაცა კონკრეტული ადგილი გახადოს უცბად იმდენად არაკონკრეტული და ესეთი თან აბსტრაქტულიც, თან რომ შენ შეგიძლია მე რეჟისორს ეძლევა საშუალება განსაკუთრებით თეატრში აი ეს პირობითობით ძალიან კარგად იმუშაო და მე მგონი ეს რაღაც დონეზე გამოგვივიდა და როგორ მოგექონა სასწლო? მე იმისთან ლამაზი ქალი არ მინდა. მართლა დავით? შენ ნუ მომიკვდები უარსა. იმისთან ლამაზი ქალის მნახველი არა. მე რომ პატარა კიდევ მომეცადე სხვანი განსავიკვდა ჩემი საქმე. რა? შენ შეითავდი თუ? მამა ჩემი განა რომ უარზე გიდგა. შენის თანები მთხოვლობდნენ. მუსიკალურ თემად კომპოზიტორმა ლევან მიქელაძემ კლასიკური ნაწარმოები გამოიყენა. ფრანც შუბერტის საფორტეპიანო ტრიოს ქართული ჟღერადობა შესძინა. მოქმედებაში და რამოდენიმე თემა კიდე რომელიც თვითონ აუთენტური პრინციპით ააწყო, სადაც აი ჟღერადობა პოლიფონია არის ძალიან კარგი, ერთი თემა არ არის, ფუგასავით მუშაობს, ერთი თემა მეორეში გადადის და ესეთ ქმნის ესეთ ატმოსფერულ მუსიკას, რომელიც თითქმის სულ მოყვება, მაგრამ არ გიშლის ხელს, ილუსტრაციული არ არის, უბრალოდ მოყვება როგორც აი შინაგან ესეთ თითქოს აი ხო იცით ბამბარო იწყებს ჯერ ცეცხლი არ არის, მაგრამ სულ რაღაცა კვამლი ამოსდის. აი ეს მე მგონი ეს შტაბეჭდი იმას ეს მდგომარეობა ლევანიმ ძალიან კარგად მიხვდა და გააკეთა და ამისთვისაც დიდი მადლობა ლევან მიქელაძეს და ვაგრძელებთ მაგასთან მუშაობას და სპექტაკლის კონცეფციას მიხვება სოფო ჩალაშვილის კოსტიუმები. თავადების ჩაცმულობა გემოვნებით და მდიდრულობით გამოირჩევა. დიახ, ჩვენ ვცდილობდით, რომ გაგვეკეთებინა განსხვავებული ხაზი გაგვესვა, რომ ესენი არიან თავადები, რომ ისინი არ არიან ღარიბი ფენის წარმომადგენლები, მათ ყავთ ყმები, მიწები და ამისთვის ესე კოსტიუმშიც გვინდოდა, რომ ჩაგვედო ზუსტად ის, რომ მათი ირგვლივ ყველაფერი ინგრევა და მათი და ეს თავადობა უნდა ასახულიყო მათ ჩაცმულობაში. განა არ ვიცი ნამდვილი სისხლის თავადიშვილი ამას ვერ აიტანს და სწორადაც მოგახსენოთ. არც საკადრისია. თავადს თავადობა უნდა ეტყობოდეს და გლეხს გლეხო. მართალი ბრძანება თქვენ მამზე. ყველაზე დიდი მუშაობა კოსტიუმს დასჭირდა. ახლა ვერ გავიხსენებ დაგეჯანის კოსტიუმი იყო ყველაზე დეტალიზირებული და ალბათ დაგეჯანზე ყველაზე მეტად დასჭირდა დრო და ოფლის წვეთი დაიხوارა. დიახ.
ხო, რა თქმა უნდა, კოსტიუმზე ბევრია დამოკიდებული, რა თქმა უნდა. თან ეს კოსტიუმიც იმდენად კარგია და გემრიელია, თან უნდა ჯდებოდეს ფერშიც, არ უნდა იყოს ძალიან მყირალა და გადამეტებული, და უნდა იყოს ცოტა მუქი მაინც. მაგრამ დარეჯანთან შედარებით უფრო ღია ფერებშია. და უფრო თავისუფალია და ფაფანაკს რაც შეეხება, რატომღაც ითქვა ამაზეც, რომ რატო ჩიხტი კოპი არაფარია და რატო ფაფანაკი და ვითომ მაინც რატომღაც ესე გადაწყვეტეს, რომ ეს ქალი მაინც გინდა არ გინდა მაინც შეძლებულია განათლებული, ცოტა ევროპულიც არის ალბათ და ამიტომ უფრო ფაფანაკი აფარია, რომ მაინც იყოს ყურადღების ცენტრში. უფალსა უფლისა და კეისრისა კეისარსაო სახარებაში ასე წერია. კეისრები ჩვენა ვართ. სახარების სიტყვებს ვინ წაუვა? არა, თქვენ სიცოცხლე. ჩემს კოსტიუმს რაც შეეხება ლამაზისეული თვითონ ილია ჭავჭავაძეს აქვს აღწერილი, აი ისე შთამბეჭდავად, რომ ეს თახე ამ პერსონაჟის მოყვება, თუნდაც როცა გკითხულობდა. ზუსტად ეგ მინდოდა გამეკეთებინა, რომ აი ის რაც აქვს აღწერილი, შეიძლება ზუსტად იგივე არ არის, მაგრამ აი ეს შთაბეჭდილება, როგორც აი ჩვენ როგორც ვკითხულობთ ხო, ლამაზისეულის აღწერას, იგივენაირად ყოფილიყო ეს სცენიდან, რომ აი ესეთი ძალიან წყალძაღებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ლამაზისეული. მე ახლა შევამჩნიე თქვენ ფეხსაცმელები. დიახ. ეს კინო რო იყოს კი, მაგრამ სცენიდან ავის რამდენად ჩანს ეს მაინც დეტალები მაინც მოქმედებს თუნდაც ჩემზე. ანუ ეს უცებ რომ მოყვე მეწაღემ რო დაინახა, მეწაღემ ჩაგვაბარა ძალიან ლამაზ ფორმაში და მის თვალწინ დავიწყე ამის დახევა და დაჯიჯგნა და გაგიჟდა ჩვენი ბატონი მერაბი მეწაღე და არ ვიცი, მაინც მოქმედებს ეს მსახიობზე, ვფიქრობ ეს უფრო ალბათ თუ მაყურებელმა ვერ დაინახა, ჩემზე მოქმედებს ეს. და ვცდილობდი ყველა კოსტიუმში რაღაცა თავისი შემეტანა. სცენის სიღრმეში ხატი ჩანს. ოდნავ წინ პატარა საეკლესიო ზარი ჰკიდია. იქვე სასულიერო პირი დგას, რომელიც გაუჩერებლად ლოცულობს. ხალხი ვართ და ქვეყანა ვართ, მე ესე მგონია, რომელმაც ძალიან დიდი პერიოდი გავიარეთ ისტორიის. და ჩვენ რაღაცა გადავარჩინეთ. ჩვენ არ გადაგვირჩენია, არც იარაღი გვაქვს, არც ოქრო ბრილიანტები გვაქვს. ჩვენ გადავარჩინეთ რაღაცა ძალიან ფასეული რაღაცები. ეს არის ჩვენი ენა, ჩვენი რელიგია. რაღაცასთვის ვიბრძოდით და რაღაცა ის გადავარჩინეთ, რაც გადასარჩენია. მე მგონია, რომ ეს ფასეულობები, ეს არის რაღაცა ამ სიბრძნე გვეყო ჩვენ, რომ მატერიალური კი არ გადავარჩინეთ, გადავარჩინეთ რაღაცა სულიერი დღეს. და ეს უნდა ჩვენ ძალიან ამას უნდა მოუვაროთ. ძალიან უნდა მოუვაროთ, იმიტომ ჩვენ მეტი არაფერი არ გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს აი ეს ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე და ერთმანეთი. და ჩვენი სიძლიერე ამაშია. ორი ამაზი წმინდა საფთელი აგი სვარაკ წირვალს ვაზვამისა და ზარვაკუტე მარხო ამერგავიტე ოღონდ წმინდა სიარება მივიღია და აღსარება მითქვა აბა ჩვენ უღუდან საკითხე თუ მეწოდვა მიგდია და დავითის ოპმათ უნდა გამხადო რაც იმას ქვეყანაზე ცოდვა ჩაუდენია რწმენის მიმართ ძალიან სათუთია, ძალიან ღრმა არის და ეს აქ ნახეთ მე რას გვეუბნება, რომ არ შეიძლება მოჩვენებითად იყოს ყველაფერი. თუ ეს რაღაცა გულში, სულში ეს არ შეიძლება მოდა იყოს ან ამერს ნუ დააბრალებ მე შეიძლება. შენშია სიყვარულის და ღმერთის და ყველაფერი.
და ზიზღი უნდა ამოვიღოთ ჩვენ შუღლი ზიზღი და დროება. მგონია რომ ეს არის ჩვენი ასე ძალიან დიდი უბედურება რომ ჩვენ რა ვიცი მგონია შეიძლება ყველას ეშლება და მეც რო შემიშლებს თვითონ ეს სიუჟეტი უნდა იგრძნოს მაყურებელმა შინაგანად. ანუ მოვლენათა რიგით კი არა, აი უნდა თვითონ უნდა მიხვდნენ რა სიუჟეტს თამაშობენ, რა ადამიანის ბედზე არის ლაპარაკი. რაზე არის, როგორ იცხოვრა და როგორ დაამთავრა ცხოვრება. მე მგონია რომ ეს ტრაგიკომიკური ნაწარმოებია, მაგრამ მეტი უფრო ტრაგიზმი არის, მაინც ძალიან უფრო მეტი ტრაგიზმი ჩადო იქ ვიდრე კომიკურობა, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ნაწარმოებია, ცოტა პესიმისტური ნაწარმოებია. რომელიც შეიძლება წაგიყვანოს აზრობრივად იქამდე, რომ ჩვენ თუ არ მივხედეთ კარგად ერთმანეთს და იმ სახლს, სადაც ცხოვრობთ, ჩვენ შეიძლება აქ აღარ ვიყოთ. ვიღაცა სხვა მოვა და ცხოვრობს ამ სახლში. აი მე ესე მგონია, რომ ილია ამას რაღაცნაირად ეშინოდა ამის. შეიძლება მეშლება ჩემი ის არის.